საღამომშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმ წესით ჩატარდება, როგორც 2017 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილე სუბიექტებს 4%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ამ ეტაპზე ერთადერთი პარტია, ვინც გადაჭრით ამბობს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაციონალური მოძრაობა, მათი ნაწილი კი, ვინც 2024-ის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აცხადებს, რომ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრით ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას ოპოზიციის მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ასევე მსჯელობენ რელოს ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბარიერ გადალახულმა პარტიებმა უნდა შექმნან ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. როგორია ძლიერი საქართველოს პოზიცია და რა გეგმები აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და როგორია მათი ხედვა ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეა ჩვენი სტუმარი. ბატონო ბადრი, მოგესალმებით, საღამომშვიდობისა. ბატონო ბადრი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია და სწორედ ამ ინფორმაციით მინდა დავიწყო გადაცემა, შედარებით მოკლე, მცირე დრო დავუთმოთ, რომ მამუკა ხაზარაძემ საფრანგეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფოს $650,000 გადაუხადა ინფორმაციისთვის, მაყურებლისთვის. 2024 წლის ივლისში ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის არჩევის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც რელოს დამფუძნებელი და ანაკლიის ყოფილი ინვესტორი უკანონოდ მიიჩნევდა არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, სრულად უარყო მისი მოთხოვნა. თქვენ არ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პირველ რიგში რა ნაწილში არის ზიარებთ და რა თანხაზე არის საუბარი? ხო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ პირდაპირ დავარქვევ სახელს ინფორმაციას, რომელიც გაავრცელა ქართული ოცნების პროპაგანდისტულმა არხებმა, ეთქობა შაბათ-კვირას, რაღაც ბრძოლმა პროპაგანდისტმა მოიფიქრა, რომ ეხა საჭირო შაბათს რაღაც ცილისწამებული ინფორმაცია გაავრცელონ და სინამდვილეში ამას რაც სიმართლის არ შეესაბამება. არ შეესაბამება სიმართლის, რა თქმა უნდა, ეს არის მტნარი სიცრუე. იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძე საერთოდ არაფერი გადაუხდია. ერთი, მეორე, კონსორციუმმა გადაიხადა მოსაკრებლის ფული, არბიტრაჟის მოსაკრებლის ფული და მესამე, ქართულ ოცნებამ დახარჯა 10 მილიონი ლარი იურიდიულ მომსახურებაზე, ამაზე სიტყვას არ ამბობს და ეს ფული საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ დღეს ეხლა ანაკლიის პორტი მუშაობდეს გამართულად. ამიტომ ეხლა ეს არის მორიგი რაღაც, მე ვიტყოდი, პროპაგანდისტული ხრიკი, რომ ამაზე მთელი დღე იყო საუბარი არარსებულ თემაზე და ამაზე საუბრობენ წარჩინებული სპიკერები ქართული ოცნების, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, რომ იტყუიან, იმიტომ რომ სინამდვილეში არანაირი ჯარიმა, რასაც ისინი სულ დაერქვიან, ეს ერთი არ არის, მამუკა ხაზარაძეს არაფერი გადაუხდია, ჯარიმა მით უმეტეს, ეს არის პიროვნულად მამუკა ხაზარაძის ცილისწამებული კამპანიის გაგრძელება და ეს არის ერთადერთი სწორი კვალიფიკაცია, რომელიც უნდა მიეცეს აი ამ უმსგავსო პროპაგანდისტულ ასე ვთქვათ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დამფუძნებლები ბრძანდებით თქვენ და არა მხოლოდ ჩვენ, უამრავი სხვა დამფუძნებელი ყავს. ამის გათვალისწინებით არა, მას შეიძლება უნდა ჩამოთვალო. ხაზარაძემ. როგორ არის, იცით, რომ კომპანიას ყავს დაახლოებით 15 დამფუძნებელი, მაშინ უნდა ჩამოთვალო 15 დამფუძნებლის გვარი. ესე ხო არ ხდება. კომპანია იხდის და არა 15 დამფუძნებელი. ხო, ესე ხო არ ხდება ჩამოთვალა. ეს შეგნებულად ხდება, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ შავი პიარი, რომელიც არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, ხაზი, ეს ხაზი გააგრძელოს. სინამდვილეში კიდევ ერთხელ გამოვიდები, სიმართლე არის ერთი, ხო? არ შეიძლება სიმართლე იყოს ორი. სიმართლე არის ერთი. ეს არის მოსაკრებელი არბიტრაჟის მომსახურებისთვის, ის გადაიხადა კონსორციუმმა, გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა არბიტრაჟმა 1-ის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კონსორციუმის სარჩელი, მაგრამ თავარი რა არის, რატომ არ დაკმაყოფილდა? ეს არის თავარი, ხო? რატომ არ დაკმაყოფილდა? იმიტომ, რომ ორმა არბიტრმა თქვა ესეთ რამ. ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და ამ ვითარებაში, ამ თავრობასთან ხელის მოწერა იყო თქვენი რისკი. აი პირდაპირ ესე დაარქვეს სახელი. თქვენ აიღეთ ეს რისკი, ამიტომ ახან ეს რისკი აიღეთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესე იგი სწორედ ამ უსაფუძვლო რისკის გამო მოხდა ეს. ეხლა ამაზე პასუხი არის მარტივი, ჩვენ ხვალაც ავიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის რისკს. ავიღებთ რისკს, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი, ის რომ ქართული ოცნების მთავრობა
ცდილობდა რომ ხელი შეეშალა ამ პროექტისთვის იმათაც დასტურდება. რატომ გადაიხადეთ? რატომ არ გაასაჩივრეთ? არა, ეს არ საჩივრდება, არა, ეს მოსაკრებლის გადახდის გასაჩივრება ვის გაუგია ესეთ რამ ბუნებაში არ არსებობს. გადაწყვეტილებას გულისხმობ, გადაწყვეტილება რატომ არ გაასაჩივრეთ? ანულირების შესაძლებლობაც იყო არ საჩივრდება, ვინ გითხრათ ეს? არა, ტყუილია ეს. არა, ეს ტყუილია. საფრანგეთში არ იყო ამის შესაძლებლობა. ტყუილი არის ეს მოსაკრებლის გადახდის გასაჩივრება არ ხდება ახლა ეს. ბუნებაში ესეთ რამე არსებობს, სისულელია ეს. ანუ ტყუილია უკაცრავად. გადაწყვეტილების, არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზეა საუბარი. არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება, არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება, არ საჩივრდება არბიტრაჟის გადაწყვეტილება. არბიტრაჟის გადაწყვეტილება არის საბოლოო გადაწყვეტილება. ის არ საჩივრდება. არსებობს სხვა იგივე თემაზე მიმდინარე. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ამბობს, ბატონო ბადრი, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც არ საჩივრდება, თუმცა ამ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რომ თქვენი მხრიდან მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების თვითონ გასაჩივრება, ანუ რაღაც იუსტიციის სამინისტრო მორი ამბობს ან სპეციალურად ჟონგლიორებს რაღაცით. არ არსებობდა. ცხადია, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გავასაჩივრებთ. ორი ერთზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამი არბიტრიდან, იქ განსაკუთრებული აზრიც იქნა არბიტრის მხრიდან, ცნობილი სხვა შორის ამერიკელი დიპლომატის მხრიდან გავრცელებული, ანუ რის თქმა მინდა, ის რის გამოც არ დააკმაყოფილა, ეს კარგად არ მეტყველებს ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ არ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ და სხვა შორის მათი იურისტებიც მე მგონი ამას ეთანხმებიან, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებაზე იყო კაბალური ხელშეკრულება პირდაპირ დავახოთ, მაგრამ ჩვენ წავედით ამ რისკზე და ამ ხელისუფლებასთან, რომელსაც არ ქონდა განზრახვა რომ ოდრა მაინც ხელი შეეწყო ამ პროექტის განხორციელებისთვის არ შეიძლებოდა ამ რისკების აღებაო. ჩვენ ეს რისკები ავიღეთ, უფრო მეცაც გეტყვით. ის ფაქტი, რომ გამოქვეყნდა სხვა შორის შესყიდვების სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ რა ფული დახარჯა ქართულ ოცნებამ 2 წლის განმავლობაში იურიდიულ მომსახურებაზე. ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ. ეხლა ჩვენ საუბრობთ $600,000 მოსაკრებელი იქნა გადახდილო და ეს გახდა ქართული ოცნების პროპაგანდისტვის სასაუბრო $600,000. ეხლა მე და ძალიან ციფრი მინდა გითხრათ. კარგით და შემდეგ აუცილებლად $600,000 გადახდა მოსაკრებლის სახით იყო თელი დღე ქართული ოცნების ფლობაში ყოფი არხების სასაუბრო და ამ დროს 2 წლის განმავლობაში გადახდილა $123 მილიონი ქართულ ოცნებას ბიუჯეტიდან იურიდიული მომსახურებისთვის ამ დავებზე. ესე იგი წარმოვიდგინეთ, $123 მილიონი ისე აწარმოებს პოლიტიკას. 32 მილიონზე იყო საუბარი მომსახურების ნაწილზე და 123 2 წლის განმავლობაში აქედან მხოლოდ ერთ კომპანიას White & Case გადახდილი $72 მილიონი. ეს ფული, რომელიც ახლა გადახდილი არის, ამ ფულის გარანტია, უზრუნველყოფილი გარანტია, რომ გაეცა, ახლა დავაკვირდეთ შედეგები რა მივიღეთ. ამ ფულის უზრუნველყოფილი გარანტია, რომ გაეცა ქართულ ოცნებას 2019 წელს დღეს ვარ 2025 წელს, ხო? 25 წელში ვართ ახლა. 2019 წელს ამის გარანტია რო გაეცა. უზრუნველყოფილი გარანტია დღეს ანაკლის ღმაწყვოვანი პორტი იქნებოდა სრულად წყობში შესული. გესმით რა მივიღეთ? ანუ საბოლოო ჯამში რა მივიღეთ, რომ ქართულ ოცნებამ გააჩერა პროექტი, დახარჯა 10 მილიონი ლარი, 10 მილიონი ლარი გადახდას, ბიუჯეტიდან ითხოვდით 4 მილიარდის გადახდას. არ ტყუილი ციფრი, არ გამეორეთ. 4 მილიონი ლარს გულისხმობ, ასეთი არის მათი პასუხი. 4 მილიარდი ლარი. არა, ესეც არის. ამის გადახდას და ზარალის ანაზღაურებას არის. ხო, მაგრამ იყო დათვლილი ბოლოს საბოლოოდ ეს ციფრი იყო $500 მილიონი, რაც არის ღირებულება პროექტის. ეს ტყუილია აღწელდა ღარიბაშვილი, მაგას არა, ტყუილი არის ეს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქართულ ოცნების იურისტებთან. 500 მილიონი, კარგით, როგორც თქვენ ამბობთ, რაც შეეხება გადახდილ თანხას, ამასთან დაკავშირებით პასუხები რაც მოვისმინე, იყო ისეთი, რომ მსოფლიო მასშტაბით უნდა დაეცვა ქვეყანას საკუთარი რეპუტაცია, როდესაც ინვესტორებზე არის საუბარი და ამ მიმართულებით უნდა მიიღოს შესაბამისი მომსახურება იურიდიული. მსოფლიო მასშტაბით რეპუტაცია ნამდვილად ვერ დაიცვა ქართულ ოცნებამ, მაგრამ ეს რა მოახერხა, რომ 6 წელიწადია. გაცილებით ნაკლები გამოდის 6 წელიწადია ანაკლის პროექტი, რომელიც 3 თვით თვითონ იმის გამო, რომ ფულის გაცრება დაგვაბრალეს 3 თვით გადაცილებული იქნა $600 მილიონი მოზიდვაზე და 6 წელია ქართული ოცნების ხელშია ეს პროექტი და თითზე არ დაუდეთ 6 წელი შეადარეთ 3 თვე 6 წელი. ხო, მაგრამ დავის გამო არ იყო გაჩერებული პროცესი. არა, როგორ გიგდა, არანაირ კავშირში არ იყო ეს დავასთან. აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ იყო. თითზე არ დაუდეთ. წარმოების პროცესში ნებისმიერი წარმოების პროცესში როგორც წესი ჩერდება. არანაირ კავშირში არ არის ეს. ის როდესაც აყადაღებ
ქონებას აქ ვარს, ყადაღა იყო, არამედ კავშირში არ იყო, რამდენჯერ მოატყუეს ადამიანები, რომ ტენდერი გამოცხადა, მერე ტენდერი ვითომ ჩაიშალა, ანუ თიცი არ დაუდებთ. ანუ აქედან მინდა ერთი რამ დასკვნა გამოვიტანოთ ყველამ. 2019 წელს გაჩერებული პროექტი, რის გაჩერების გამოც 10 მილიონი ლარი იქნა გადახდილი იურიდიული მომსახურებისთვის და 6 წლის განმავლობაში თითზე არ დაუდებთ, რომ იქ რამე გაკეთებული იყო. გაგვიჩერეს პროექტი. სამართით, რომ თითზე არ იყო დადებული პროექტის. ეს ხო ტყუილი არის, დოკუმენტი ეს ხო ტყუილი არის. და ითხოვდით კაბალურ პირობებს დამატებით, ვთქვათ იმ შემთხვევაში თუ მაგრამ არის ორი რამ. არსებობს რამე, რომელიც შეიძლება დოკუმენტურად დაასაბუთო და არსებობს მოგონილი ტყუილი. დოკუმენტურად, აუდიტორულად დასაბუთებული კი არ არის, ეს ყველა მიცის, ხო? რომ ის რაზეც ახლა ვითომ და ქართული ოცნება ქირაობს დამაღრმავებელ კომპანიას 35 მილიონი დოლარი იქნა გადახდილი. ანუ მეორედ უნდა დახარჯოს ის ფული, რომელიც იქნა გადახდილი. მე მიხდით, ხო? ანუ ეს არის სრული უპასუხისგებლობა. ბიუჯეტური სახსრების ფლანგვა მართლაც ამ ხელისუფლებას არც არ აინტერესებს და არც ახლა არ აინტერესებს იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც უბრალოდ რა თქმა უნდა მათი ამოცანა არ იყო რომ ქართული ოცნების პირობებში ეს პროექტი განხორციელებულიყო, ამიტომ იყო მოგონილი ეს ფულის გათეთრების თემა, წარმოიდგინეთ ფულის გათეთრების დაბრალების შემთხვევაში ფული რომ დაგაბრალოთ ფულის გათეთრება, რომელიც ისიც ხო აღმოჩნდა იყო სრული სიცრუე, ხო ფულის გათეთრება დაგაბრალო და მე გითხრან რომ 3 თვის გადააცილე 600 მილიონის მოზიდვას. ესე იგი წარმოგიდგენიათ ხო რა კამპანია იყო ყველაფერი იმისაც როგორ მე გაეჩერებინა. ცელი თემა არის ზოგადად ეს საკითხი საკმაოდ ვრცელი თემა. მაგრამ ფაქტი არის ერთი. 15 წუთი გრჩება, მინდა რომ სხვა საკითხებზეც მოვასწროთ. კი ბატონო, ფაქტი არის ერთი. მოსაკრებელი იქნა გადახდილი და მოიგონა ქართულ ოცნებამ ეს იყო ჯარემა ტყუილი. მეორე გადაიხადეს 123 მილიონი ლარი 2 წლის განმავლობაში იურიდიული მომსახურების სხვადასხვა დავებთან მიმართებაში და მე როგორც ვიცი, ბოლო 12 წელიწადში 240 მილიონ ლარს აღწევს ეს. მიმდინარე წააგეს საარბიტროჟო დავები უკვე რამდენიმე ინვესტორთან, ეს არის ფაქტი. ამას ვერავინ არ გაექცევა, ხო? წაგებული იქნა ენკასთან, წაგებული იქნა ასევე რაო ინტერრაოსთან, ანუ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ ინვესტორი გააცუროს. ამ შემთხვევაშიც ნახეთ რომ ორი წააგო, ორი შემთხვევა, ამ შემთხვევაშიც მე მინდა გითხრათ რომ მიმდინარეობს დავა, არ დასრულებულა ერთ-ერთი დავა მიმდინარეობს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის. ამიტომ სამწუხაროა დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც 123 მილიონ ლარს ხარჯავს იურიდიულ მომსახურებაზე, იმის გამო რომ არ შეასრულა ვალდებულებები ინვესტორების მიმართ. ერთი და მეორე თავის დროზე, როდესაც არ მოუწევდა ფაქტია გადახდა რომ არ გიჩივლათ და მათი მხრიდან არის არგუმენტები ისეთი რომ თქვენ არ შეასრულეთ ვალდებულებები. ამ საკითხს თუ გავყვებით განმეორებით ნახევარისადი ბატონო ბადრი ამ საკითხს უნდა დავიწყოთ. არჩევნებთან დაკავშირებით მინდა თქვენი პოზიციის გაიგონებთ რომ ეს არის მორიგი რიგი თითქუილი არის ერთი სიმართლე არის მხოლოდ ერთი. ის რომ მიზანდასახულად იქნა ჩვენი დევნა დაწყებული რომ ჩვენ ეს პროექტი ვერ მიგვიყანა ბოლომდე, ამით გააჩერეს პროექტი, გავიდა 6 წელი და თითზე არ დაუდებთ, საქართველოს დაკარგა უზარმაზარი შემოსავლები, დაკარგა რეპუტაციულად უზარმაზარი ზიანი მიიღო. თუმცა თქვენ ისეთ გარანტიებს ითხოვდით, მაგალითად იგივე შესაბამისი უწყობების წარმომადგენლების მხრიდან, ტურთების ნაწილთან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები კეთდება, რომ ვერ იღებდა სახელმწიფო. ხო შეიძლება ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვითხოვდით რას? 50 ეს ითხოვდა არა ჩვენ არამედ ითხოვდა სოფლიო ბანკი, რომელიც იძლეოდა სოფლიო ბანკი ოპიკი და შემდეგ რომელიც იძლეოდა 400 მილიონ დოლარს, მათ თქვეს რომ 50 მილიონზე უზრუნველყოფილი, ანუ 50 მილიონის გარანტია, როდესაც ევროკავშირი იძლეოდა 75 მილიონის გარანტიას. წარმოგიდგენიათ, 50 მილიონის გარანტიაზე უარი თქვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ და მერე გადაიხადა 123 მილიონი ლარი იურიდიულ მომსახურებაში. აი ეს არის სიმართლე. 500 მილიონზე იყო და 500 მილიონი იმიტომ რომ ეს იყო სწორედ ის თანხა რომელიც ჭირდებოდა და გარდა ამისა ბუნებრივია რატომ არ დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნა არბიტრაჟმა დაახლოებით ცოტა დრო გრჩება მინდა რომ არჩევნებზე და მე ვალდებული ჩავთვალე მომეწოდებინა რეალური რაც შეეხება ჩვენს მთავარ თემას დღევანდელ თემას თვითმმართველობის არჩევნებში ვიცით რომ თქვენ არ გეგმავთ რომ მიიღოთ მონაწილეობა ითხოვთ ახალ არჩევნებს საინტერესო არის გეგმა როგორი არის თქვენი დღეს ასევე ქონდა ცალო ზურაბიშვილთან მორიგი შეხვედრა თუ გაიწერა რაიმე ჩარჩა დოკუმენტი თუ შეთანხმდით გარკვეულ სტრატეგიასთან დაკავშირებით როგორ უნდა მიხვიდეთ ახალ არჩევნებამდე როგორ უნდა აიძულოთ ხელისუფლება რომ დანიშნოს 2028 წლამდე ახალი არჩევნები ეს არ არის მე ვიტყოდი ჩვენი გეგმა ეს არის
გადაუდებელი აუცილებლობა ქვეყნისთვის. ახალი არჩევნები და აგიხსნით რატომ. 99 კაციანი ეგრეთ წოდებული პარლამენტით ამ ქვეყნის მართვა არის შეუძლებელი. ეს არ არის რეალისტური განზრახვა, ამიტომაც არის რომ ჩვენ ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების წინაშე ქვეყანა. არავინ არ გწნობს ჩამოთვლილ ქვეყნებს, რომელსაც კონტაქტი არ აქვს. გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი. ეს არის ქვეყნები, რომლებმაც თქვენს რომ სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება ამ ქვეყანაში. ადმინისტრაცია ახლა დაკავებული არის იმ პრობლემებით, რომელიც არის ომთან დაკავშირებული, მაგრამ მე სხვა ქვეყნებს ჩამოგით, რომელიც პირდაპირ თქვენს რომ სანამ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება, არაპირებს de facto ხელისუფლებასთან მაშინ არ იქნება. გუნდი არაპირებს 2028 წლის არჩევნებს ასეთია მათი დეკლარირებული პოზიცია. თქვენ რა გეგმა გაქვთ იმისთვის რომ აიძულოთ ხელისუფლება 2028 წლამდე დანიშნოს არჩევნებს? მაგის სწორედ ახსნას ვცდილობ. რას აპირებს პაპუაშვილიც ნაკლებად საინტერესოა, ხო? ჩვენ ვართ გადაუდებულ აუცილებლობასთან დაკავშირებული. ახლა პირდაპირ ხედავთ იმ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის წინაშეა, როდესაც ქვეყანა არის სრულად იზოლირებული. რა ჭირავს ახლა არაპირებს? როდესაც შენ ყველასთან შეწყვიტა კონტაქტი სოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. ეს გამოიხატა იმაში, რომ თებერვალში ახლა რაც ვნახეთ, მათი გამოქვეყნებული ციფრები 200 მილიონი დოლარით შემცირდა რეზერვები. და ვნახეთ, რომ 4.2 მილიარდამდე ჩამოვიდა ქვეყნის ეროვნული ბანკის რეზერვები, როდესაც მინიმუმ მოთხოვნა არის 4.8. როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ნული რო გახდება რეზერვები და რო ჩამოიქცევა ყველაფერი, მაშინ უნდა ჩატარდეს და ეხლა შეწყვეტილია იმ ქვეყნებთან ურთიერთობები, რომლებიც იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, როდესაც ჩვენს ვჭირდებოდა. მათ შორის ვალუტის რეზერვების კუთხით. ეხლა, როდესაც არავისთან ურთიერთობა არ აქვთ. არც გერმანიასთან, არც საფრანგეთთან, არც დიდ ბრიტანეთთან, არც შეერთებულ შტატებთან, არც ნიდერლანდებთან. არავისთან ურთიერთობა არ აქვთ. როგორ შეიძლება, რომ ამ პირობებში ქვეყანა ჩამოქცევამდე არ მიიყვანოს. თქვენ თუ გაქვთ პარტნიორებთან საერთაშორისო მიმართულებით გულისხმობ ევროპელ-ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობები, იგივე სტრატეგიასთან დაკავშირებით თუ მუშაობთ ერთად? ხო, ჩვენ რა თქმა უნდა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებისთანავე ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. როგორ უნდა დაინიშნოს? რა სტრატეგია გაქვთ ამისთვის? ეს არის საინტერესო. უნდა დანიშნოს ქართულმა ოცნებამ. მიუხედავად იმისა, რომ უარყოფს. იმიტომ რომ სტრატეგია ამ შემთხვევაში არის ერთი ქვეყნის გადარჩენა. ეს არის სტრატეგია. ანუ ჩვენი სტრატეგია არის ქვეყანა არ მივიყვანოთ უსკრულამდე და ქართული ოცნება ამ პროცესს რამდენადაც გააწელავს, მით უფრო გამოუსწორებელი შედეგები დადგება თვითონ ქართული ოცნების. დანიშნოს ქართულმა ოცნებამ. ადმინისტრირება ვინ უნდა გაუწიოს მაშინ? ახალი ცვლილებები არის საკანონმდებლო შეთანხმების. ეს როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი? შეთანხმების საფუძველზე ქართულ ოცნებასთან უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს არა იმ ხალხის მიერ, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და გააყალბეს შედეგები, არამედ უნდა ჩატარდეს იმ ადამიანების მიერ, იმ ხალხის მიერ, რომელსაც დობა აქვს საზოგადოებასთან. ვინ არის ეს ხალხი? ეს უნდა შევარჩიოთ ერთად, საზოგადოებასთან კონსულტაციით. ის ადამიანი, რომლებსაც არ აქვს რეპუტაცია შებრალული, რომლებსაც საზოგადოებასთან კონსულტაცია. ქართულ საზოგადოებასთან ერთად. ქართულ საზოგადოებასთან ერთად. იმიტომ რომ ერთადერთი გადარჩენის გზა ეხლა ამ კრიზისიდან გამოსვლის, სანამ მართლაც ისეთ სპირალში არ შევედით, რომ მე უკვე გამოსასვლელიც მოძებნა ძალიან ძნელი იქნება, არის დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ყველა ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც არის ესე ტიპის კრიზისი და კიდევ ერთხელ რატომ არის კრიზისი? 99 ადამიანისგან შემდგარი რაღაც ერთობა არ არის პარლამენტი. რაც არ უნდა იზახონ, მათ შეიძლება დაიყვან დიდი ხურალი ან რაღაც ხასახელი, ხო, მაგრამ ეს ხო არის კონსტიტუციასთან მიმართებაში, იგივე საკანონმდებლო ცვლილებები არის გასატარებელი, ხომ რიგი? როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ამ პირობებში მით უმეტეს, როდესაც თქვენ უარი განაცხადეთ ზოგადად მანდატებთან მიმართებაში? ჩვენ რატომ შეგეძლოთ გამოგეყენებინათ ის 45? რატომ განვაცხადეთ? ეს ვიცით, გასაგები არაერთხელ გაგიკეთებიათ განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამუდამოდ დამკვიდრდა ასეთი არჩევნების ჩატარება ახალ არჩევნებამდე როგორ უნდა მიხვიდეთ? მაგა, ეხლა მე დააგიხსნათ ერთი რამ. ჩვენ არჩევნების წინ რაზე საუბრობდით, რომ თუ კი არჩევნები იქნებოდა დემოკრატიულ, თავისუფალი და სამართლიანი, ეს იქნებოდა უდიდესი ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ხო ამას საუბრობთ. ეს ხო იყო ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან, ხო? ევროკავშირი როგორ შეაფასა ეს არჩევნები? შეაფასა ან სამართლიანი, ან დემოკრატიულად, ან თავისუფლად? არა, ეს არც ერთი სიტყვა არ იქნა გამოყენებული. ეს ერთი. მეორე,
ესეთი დასკვნა ოდერის და ეუთოს დასკვნა ესეთი უარყოფითი ჯერ არ ყოფილა არჩევნებთან მიმართებაში. სადაოა ეს კითხი იყო თუ არა არჩევნებთან მიმართებაში? არ ყოფილა ესეთი დასკვნა უარყოფითი, არ არის სადაო. ძალიან მარტივია ნებისმიერი ეხლა ქართულში როცა მარტო არ აქვს წარმოგიდგენთ შეიძლება ეს რამე გითხრათ, მაგრამ ესე თვალსაჩინოა ეხლა იქ რომ ვერ დაინახო რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო უარყოფითი, მართლაც უპრმა უნდა იყო რა. ეხლა მეორე და მესამე რაც თავარია, გამოვიდნენ და თქვენს რომ ევროკავშირთან შეწყვიტეს 28 წლამდე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეხლა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადაითარგმნა იმაში, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება. რომ 2028 წლამდე არ ეგუება ამას. ქართული საზოგადოება რომ 2028 წლამდე გადადოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და თქვენ დაიცოდეთ. ქართული საზოგადოება რომელიც გარეთ დგას. ქართული საზოგადოება ბატონო ბადრი. 80%-ია ქართული საზოგადოების, რომელსაც მათ შორის ისინი, ვინც გარეთ დგას ამას გულისხმობ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, იგივე ქართული ოცნების კვლევაში 80%-ია ჩვენი საზოგადოების, რომელსაც სურს ევროინტეგრაცია. რატომ წაართვეს ქართულ საზოგადოებას ეს უფლება? მათ ხომ მოატყუეს თავისივე ამორჩეველი, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ აი როგორც კი ახლა ჩვენ აგვირჩევთ ევროკავშირისკენ გაგიკვირდით. ევროკავშირის მესვეურები ამბობენ თავად, ბატონო ბადრი, არაერთი განცხადება მოგისმენთ 2030 წლამდე გაფართოება არ იგეგმება, შარმიშელსაც აქვს განცხადება გაკეთებული. ძალიან კარგად გესმით, რომ აქ ლაპარაკია 2030 წელს რომ გახდე ევროკავშირის წევრი, ეხლა უნდა დაიწყო, იქ არის 35 თავი. ბევრი თავი უნდა შეასრულო და მიხვიდე. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში იქნებოდა მომზადებული 28 წელს გაკეთდებოდა განაცხადი. ამაზე იყო საუბარი. არა, ეს ხო ტყუილი, თქვენ ხო არ მოტყუდებით. მე დაწუნეთ თქვენ არ ტყუდებით. ამით მე მესმის, არა, ჩემი პოზიცია არ არის. ეს ჩემი პოზიცია კი არ არის. ევროკავშირმა თქვა, არა, ეს არის ობიექტური მოცემა. ევროკავშირმა თქვა რა? უნდა შეასრულო 9 რეკომენდაცია, ხო? უნდა ჩაატარო თავისუფალი არჩევნები და შემდგომ დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. აი ვინ მიიწევს წინ? მოლდოვა. მოლდოვაში ეს ყბადაღი ომი იყო მოლდოვაში ბოლო ხანებში. თქვენ გახსენდებათ მოლდოვაში რა იმის საომარი მოქმედება? არა, ხო? მოლდოვაში დგას რუსული ჯარი. დგას დნესტრისპირეთში, ხო დგას? მიუხედავად ამისა, მოლდოვამ გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი ევროინტეგრაციაზე გადადგა. მოლდოვა იღებს ახლა 2 მილიარდ ლარს, მილიარდ 900 მილიონ ევროს, მილიარდ 900 მილიონ ევროს იღებს მოლდოვა ევროკავშირისგან. ჩვენ რაც ქონდა დაპირებული, ყველაფერი შეგვიწყვიტეს ქართული ოცნების ბრუტალური ხო, მაგრამ საქართველოს ხო მოლდოვასაც და უკრაინასაც ყველა კრიტერიუმი და მოცემულობით უსწრებდა, ეს ხომ ფაქტია. ეს არის ქართული ოცნების შეფასება. საერთაშორისო კვლევები დასტურდა. არა, ტყუილს ამბობს, ის ვინც მაგას გეუბნებათ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ჩამორჩებით. კვლევები არსებობს. რომელი კვლევებით? კვლევებით კი არ ხდება. ეს რომელი კვლევებით? ქართული ოცნების კვლევებით. არა, აქ მარტივია. როდესაც ჩვენ გაძლევენ 15 რეკომენდაციას, ხო? ჯერ მოგცეს 15. 15 რეკომენდაციის შესრულება თქვენ ნახეთ? რამდენი შეასრულა მოლდოვამ? იცით ეს ინფორმაცია? 15-ვე ბატონო. 15-ვე, რამდენი შეასრულა? უკრაინამ რამდენი შეასრულა? საქართველოს რამდენი შეასრულა? მეგობრებო, ეხლა ჩვენ ხო არ შეიძლება შავზე თქვა თეთრი. 15 რეკომენდაციიდან შეასრულა 2 ქართული ოცნება. მიუხედავად ამისა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მოლდოვა, დაანებეთ უკრაინას თავი. მოლდოვა არ არის ომში. მოლდოვას აქვს ასეთივე პრობლემა სეპარატისტული როგორიც ჩვენ. მოლდოვას დნესტრისპირეთში დგას რუსეთის არმია, მიუხედავად ამისა, მოლდოვას ეხლა აძლევენ სწორედ იმ დახმარებას 2 მილიარდ ევროს მეშვეობით, რომ მოემზადოს გაწევრიანებისთვის, როდესაც ჩვენ შეგვიწყვიტა გერმანიის მთავრობამ დახმარება, საფრანგეთის მთავრობამ, ნიდერლანდებმა, ევროკავშირმა. ეს არ არის ყველაფერი დასტური იმის, რომ არანაირი პერსპექტივა ამ ქვეყანას ქართული ოცნების პირობებში არ აქვს, ეს არ არის დასტური. ეს ხო პირდაპირ ჩვენებაა იმის, რომ ქართული ოცნების ეხლა ერთადერთი მცდელობაა როგორმე დარჩეს ხელისუფლებაში, ქვეყანა თუნდაც წყალს წაუღია. ეს არის საერთაშორისო დონორებთან მიმართებაში საკმაოდ საინტერესო პოზიცია აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ის გულისხმობს საერთაშორისო დონორებში. USAID. არა, საერთაშორისო დონორებს თქვენ თუ სავალუტო ფონდს გულისხმობთ? თუ ის? არა, სავალუტო ფონდს არ გულისხმობ. აბა ვინ არის საერთაშორისო დონორი? USAID-ს გულისხმობ. სოფლიო ბანკი არ არის საერთაშორისო დონორი? ნეც გულისხმობ. USAID სხვა რამე ეს არის შეერთებული შტატების და მართლაც გაფლანგეს ფული, როცა ქართულ ოცნებას დაახარჯეს. მე მიმაჩნია, რომ ქართულ ოცნებაზე USAID-ის მიერ დახარჯული ფული არის წყლისთვის ფულის გატანება. აი, მაგაში 100%-ით ვეთანხმები დღევანდელ ადმინისტრაციას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული დახარჯეს ქართულ ოცნებაზე. ოპოზიციაზე დახარჯული ფული.
მე პირავ გეტყვით ჩვენ ლარი არ მოგვიღია, უნდა ვერ გეტყვით და ქართული ოცნება უკვე 12 წლის განმავლობაში კარგად შეირგო და გაფლანგა ის ფული გაანიავა. სახელმწიფოს გულისხმობთ ამ ან შემთხვევაში. ქართული ოცნებას პარტიულად ქართული ოცნება. გეტყვიან ქართული ოცნების მისეული. პარტიამ როგორ მიიღო? ეხმარებოდა ქართულ ოცნებას USAID, როგორც პარტიას. უნდა აღიაროთ თქვენ დაპატიჟოთ და ათქმევინეთ, ოღონდ სიმართლე უნდა გითხრა. ქართულ ოცნებას მართლაც პარტიულ შენებლობაში ეხმარებოდნენ და აი ეს არ იყო ფულის კარგვა. რა თქმა უნდა ფულის დახარჯვება. ფულის დაკარგვა USAID ოპოზიციას არა. დონორი, სიტყვა დონორი, მე მინდა გითხრათ, სოფლიო ბანკი დონორია და თქვენ წინააღმდეგი ხართ სოფლიო ბანკის ჩართული? არა. ხარი. ამიტომ თქვენ არ ახართ წინააღმდეგი სოფლიო ბანკის ან მაგალითად აზიის განვითარების ბანკი ცუდია ქვეყნისთვის. ჩემი პოზიცია გაინტერესებს. ხო, დონორია, თქვენ თვითონ საერთო დონორების მიმართ თუ უარყოფით დამოკიდებულებაა და თქვენ უარყოფით დამოკიდებულება ხო არ შეიძლება გქონდეთ აზიის განვითარების ბანკისადმი? არ შეიძლება გქონდეთ. ამიტომ საერთაშორისო დონორები არიან სოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტიციის საინვესტიციო ბანკი. აი ესენი არიან სოფლიო დონორები. ბატონ ბადრი, ჩემი პოზიცია არ იყო, ის ხო ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. სოფლიო ბანკთან მიმართებაში არ გულისხმობს კონკრეტული რა განხრითაც გაკეთა განცხადებები და იქნა მიღებული გადაწყვეტილებები ეს USAID-ს აბსოლუტურად ვიზიარებ დღევანდელი ადმინისტრაციის შეხედულებას კონკრეტულად ქართულ ოცნებაზე დახარჯული ფული USAID-ის მიერ არის წყლისთვის ფულის გატნევა. რა შემთხვევაში ესე დანახარჯები გაუმართლებელი იყო მართლა აბსოლუტურად. რა შემთხვევაში მიიღებთ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას? საინტერესო. ჩვენ ეხლა სურს ჭირდება და აუცილებელია რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისის განმუხტის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, ისე როგორც ყოველთვის ხდება ყველგან ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული სახელმწიფო. 99 ადამიანის მიერ შემდგარი რა დე ფაქტო პარლამენტი ვერ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. ამიტომ აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები. ადგილობრივი არჩევნები, რასაც თქვენ საუბრობთ, ის კრიზისს ვერ განმუხტავს. ამიტომ ჩვენ აქვს არც ისეთი ამ ქვეყანაში რომელიც კრიზისს პირიქით გააღრმავს, კი არ გამოიღოს გააღრმავს. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ფორმულირებაა ბატონო ბადრინის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური კრიზისი ზოგადად გულისხმობს, როდესაც მაგალითად ვერ იკრიბება პარლამენტი, ვერ ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების დანიშვნა და ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისია კლასიკურად, იმიტომ რომ განსაზღვრულია, რომ 100 დეპუტატი ჭირდება, ესე იგი, კონსტიტუციამ განსაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა შედგებოდეს 150 წევრისგან. კონსტიტუციამ რატო განსაზღვრა, რომ ჭირდება 150 წევრი პარლამენტს, რომ ისხოს პარლამენტი. შემდგომ დააწესა მეორე ზღვარი 100 წევრი. თქვა რომ 100 წევრის დაბლა უკვე თუ უფლებამოსილება იქნება ცნობილი წევრების, ის არ არის პარლამენტი. პირდაპირ თქვა კონსტიტუციამ, ეხლა მაშინ გამოდის 99 ადამიანის ხვალ 50 შეიკრიბოს, იტყვის რომ მე ვარ პარლამენტი და ეს გადაწყვეტილება იქნება კანონიერი, არ იქნება. ეს ხო თავის მოტყუება. დროს გადავაცილეთ, მსგავსი რამ არ წერია, თუმცა ინტერპრეტირების საგანი არის როგორც წესი. სიტყვით წერია, რომ პარლამენტი ითვლება კონსტიტუციაში წერია სიტყვით რომ 100 დეპუტატის უფლებამოსილება უნდა იქნეს. ცნობილი რომ პარლამენტი იყოს სრულფასოვანი და იფუნქციონიროს. ეხლა 100 დაწესა 100 წევრის უფლებამოსილების ცნობა არის აუცილებელ პირობად. დღეს ყავს 99 ადამიანი იქ. ამბერკეტს როგორ დაუტოვებდა ასე ვთქვათ მაშინ ხელისუფლება, მმართველი გუნდი ოპოზიციას, მაშინ როცა თვითონ არის ამ კონსტიტუციის ავტორი. კონსტიტუცია ხო არ შეიძლება გახადო მართლაც სასაცილო დოკუმენტი. როგორ შეიძლება ჩაეწერო 50 დეპუტატის, ანუ 150 კაცისგან შემდგარი პარლამენტი უცებ 50 წევრით გახდეს სრულფასოვანი, ხო არ ვეგახტე პარლამენტში. იმის იმედად ხომ არ იქნებოდნენ შეხვიდოდით თუ არა პარლამენტში თქო. ანუ თქვენ ამბობთ რომ უნდა გაეთვალისწინებია ქართულ ოცნებას და შეიძლება 30 კაცი საკმარისყოფილიყო. ესეთ რაღაცას ხო ვერ ჩაწერდნენ, რომ 150 კაცია პარლამენტში 50 ადამიანი საკმარისია. ეს ხო დაცინვა არის პარლამენტზეც, კონსტიტუციაზეც და შესაბამისად ვერ ჩაწერდნენ. ის ნაწილში 100 კაციც წერია თუ არა არ წერია უფლებამოსილება. მე მოგიწოდებთ რომ წაიკითხო. აუცილებლად კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს. 100 ციფრი არის უფლებამოსილების ცნობის კუთხით აუცილებელია. პირდაპირ წერია 100 წევრის უფლებამოსილება უნდა იყოს ცნობილი. იყო საუბარი ადრეც რამდენადაც მახსოვს. ხო და მე მოგიწოდებთ რომ გაეცნოთ კონსტიტუციის ამოხსნა. მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არ არის
მათ შორის წაკითხვის კონტექსტში გულისხმობ. ბატონ ბადრი, უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთი საკითხი მოვასწრო. ზურაგირჩი ჯაფარიძის პოზიცია. უნდა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაწერა სოციალურ ქსელში. არჩევნების დანიშვნისთვის ერთგვარი გზამკვლევი შემოგთავაზეთ ოპოზიციას. გაერთიანების ნაწილზეც მინდა აქვე რომ მიპასუხოთ, რამდენად აქვს რესურსი ოპოზიციას გაერთიანების. რა შეიძლება გავაკეთოთ, წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე, წერს რომ უნდა შეწყდეს ყველანაირი საერთაშორისო დახმარებები და გარესესხები, საჭიროა სექტორული ეკონომიკური სანქციები, ქართულ ბანკი უნდა ჩაიხსნას ყველაფრიდან, იგულისხმება SWIFT ვიზა, MasterCard-ი, უნდა შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. რა შეიძლება ვუქნათ ელიტას, ყველას ვინაობის დადგენა და გასაჯაროება, ერთიანი ბაზის გაკეთება, საჯარო გაშავება, სრული ბოიკოტი რეჟიმის მსახურ ბიზნეს, რა შეიძლება ვუქნათ ხელისუფლების მხარდამჭერებს, არ მჯერა რომ ადამიანში, რომელმაც ნახა როგორ აწამებს სისტემა ახალგაზრდებს და მაინც რჩება რეჟიმის ერთგულად, რამეს გავაგებინებთ, ვისაც ჯერა შეუძლია სტადოს, ასეთი ადამიანის ქცევა რომ შეიცვალოს, მან რაღაც უნდა იგრძნოს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მან უნდა დაკარგოს ის სიკეთეები, რომელთაც ახლა სარგებლობს. შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, აქაც შეიძლება კიდევ რაღაცეების მოფიქრებაო. საინტერესოა თქვენ რამდენად იზიარებთ ზურაგირჩი ჯაფარიძის აი ამ ტიპის სტრატეგიას, პოლიტიკურ სტრატეგიას. ნებისმიერ პოლიტიკოსის განცხადებაზე დამატებით განმარტებები უნდა ვსთხოვოთ იმ პოლიტიკოს, იმიტომ რომ შემიძლია არა ვარ პოლიტიკური კომენტატორი, რომ მე კომენტარები ვაკეთო ჩვენი კოლეგის გამო. ჩვენი მე შემიძლია ვისაუბრო ძლიერი როდესაც ეს არ არის ჩვენი განცხადება, ეს არის ბატონის ზურა გასაგებია, თუმცა რატომ გეკითხებით? როდესაც მამუკა ხაზარაძე საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაერთიანდეს 4 ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტია. ამ შემთხვევაში თქვენ ცხადია მოგიწევთ ურთიერთობა და მოგიწევთ პარტნიორობა მათ შორის ზურაგირჩი ჯაფარიძესთან. თუ ეს მოხდება, მაშინ ერთობლივი განცხადებები. პოზიცია, თქვათ თქვენ. მაშინ გვექნება ერთობლივი განცხადებები, ის სხვა ამბავია, მაგრამ ეს არის კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადება, რომელზეც განმარტებები უნდა სთხოვოთ იმ პოლიტიკოს, ეს იქნება სწორი. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით და განმარტებებს არ გთხოვთ. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ჩემი განცხადება. ეს არის ბატონი ზურაბ ჯაფარიძე. ისი ჯაფარიძეა, ეს არის მისი განცხადება. მასე კომენტარი ჩემი საქმე არ არის. მე შემიძლია გითხრათ, ჩვენ როგორ ხედავთ. პროცესებს ხედავთ იმდაგვარად, რომ ქართული ოცნება უნდა იქნეს იზოლირებული ქვეყნში, როგორც არის პოლიტიკურად. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ქვეყანა მოაქციეს იზოლაციაში და ჩამოგვაშორეს ყველაზე ერთგულ მეგობრებს, რაც ჩვენ უსაფრთხოებას უქმნის დიდ პრობლემას, ჩვენს ეკონომიკას უქმნის დიდ პრობლემას, იმიტომ რომ ნებისმიერი ნაბიჯი თქვენ ახსენეთ ახალი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების, რომელსაც აქვს ძალიან მარტივი პრინციპი ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან ან ნებისმიერ დანახარსთან მიმართებაში. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი დოლარი, რომელიც დაიხარჯება, ეს უნდა მოემსახუროს შეერთებული შტატების უსაფრთხოების გაზრდას, შეერთებული შტატების სახელმწიფოს გაძლიერებას და შეერთებული შტატების ეკონომიკის აყვავებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში უნდა მიიღებოდეს ამ პრინციპით. ის ზრდის შენი ქვეყნის უსაფრთხოებას ერთი, აძლიერებს შენ სახელმწიფოს მეორე და აძლიერებს შენ ეკონომიკას. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქართულ ოცნებამ 26 ოქტომბრის შემდეგ, ასუსტებს ჩვენს უსაფრთხოებას, ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს და ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას. აი ეს არის ყველაზე სწორი კრიტერიუმი შეაფასო ქართულ ოცნებას. საქმიანობა, თუ მას საქმიანობა შეიძლება ეწოდოს. მადლობა, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და